7 წლიანი პაუზის შემდეგ წარუმატებელი გამოდგა ევროსაბჭოზე საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ტორპედოს დაბრუნება. ქუთაისული კლუბი 2 მატჩის ჯამში ყაზახურ აქტობესთან დამარცხდა. ტორპედოსგან განსხვავებით, რუსთავის მეტალურგმა UEFA-ს თასის პირველი ეტაპი ტრიუმფალური გამარჯვებით გადალახა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა 2 მატჩის ჯამში ალბანეთის ტეუტა ანგარიშით 9-1 დაამარცხა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტალურგის მეტოქე ჩეხური პლზენი იქნება. გათამაშების მეორე რაუნდის პირველი მატჩები 19 ივლისს, საფასუხო კი 1 კვირის შემდეგ 26-ში გაიმართება. რუსთავის მეტალურგმა ალბანურ ტეუტას 2 მატჩის ჯამში გამანადგურებელი ანგარიშით 9-1 აჯობა. 2 მატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა სტუმრად ალბანეთში 3-0 მოიგო. კიდევ უფრო გოლიანი გამოდგა ამ გუნდებს შორის გამართული საფასუხო მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტალურგმა ტეუტა 6-1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან დღეს დუბლით 1 თურმანიძემ და ტატანაშვილმა შეასრულა. გოლი კი მიქა ბერძის და გეწადის ანგარიშია. რა თქმა უნდა, ყოფილები ვართ ანგარიშიდან გამომდინარე, აშკარაობრივად წარიმართა ჩვენ ეს თამაში და სასიხარულოა რომ ამდენი გოლი გავიტანეთ. გულშემატკივარი მაყოფილი იქნება ალბათ. არ გამოვყოფდი ხა პირადად ჩემ თამაშს, ან თუნდაც რომელიმე ფეხბურთელის თამაშს, როცა იგებს, გუნდი იგებს და ეს შედეგი ჩავთვლით, რომ ძალიან იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ, ან ძალიან სუსტი გუნდი იყო. რუსთავული კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მეტალურგის ერთგულ ქომაგებთან ერთად ეროვნული ნაკრების ფან-კლუბმა ჯვაროსნებად შეიტანეს, რომლებსაც დღეს დაარსებიდან 1 წელი შეუსრულდათ. რა თქმა უნდა, გულშემატკივარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად ამიტომ გვინდა, რომ ყოველთვის როცა ქართული გუნდები თამაშობენ, რომ რჩება მეტი ხალხი იყოს, რომ უფრო მაგრად დაუდგეთ და უფრო დიდ შედეგებს მივახციოთ ჩვენ გუნდებთან ერთად. რა და ესაა ჩვენი მთავარი მიზანი. დაუძლებთ ისევე დანარჩენ ბარიერს და მოხვდებით ევროპის ჯგუფურ ეტაპზე და რა ვიცი, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება, ისევე როგორც რუსთავისთვის, ისევე მთელი საქართველოსთვის. UEFA-ს ევროპის ლიგაზე გაცილებით რთული მატჩი მეტალურგს უკვე მეორე ეტაპზე ელის. 2 მატჩიან დუელში რუსთაველებს ჩეხური პლზენი დაუპირისპირდება. ყველამ კარგად იცის, რომ კარგი გუნდია წინა წელს ლიგაშიც იყო ჯგუფურ ეტაპზე და ამიტომ კარგი გუნდია რა და ფავორიტები ჩვენ ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე გავდივართ საბრძოლველად და მოსაგებად რა და ვიბრძოლებთ და ნახოთ რა გამოვა. 7 წლიანი პაუზის შემდეგ ევროსარბიოზე წარუმატებლად დაბრუნდა ტორპედო. ქუთაისელებმა UEFA-ს თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ორი გადალახეს. ყაზახურ აქტობესთან შიმფრედთან თამაშები მატჩის შემდეგ ტორპედო სტუმრად 1-0 დამარცხდა.